ჯანდაცვის სტანდარტის წარმდგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. გარემო და ჯანმრთელობა გახლავთ 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. აი მაინც მოკლედ ჩვენი მოსახლეობისთვის და ტელემაყურებლებისთვის რომ გითხრათ, მაინც ძირითადი გამოწვევები გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებისა გლობალურად და რადგან ჩვენ ევროპაში ცხოვრობთ და ალბათ ნინო ევროპაში მოღვაწეობს, ევროპაზე აქცენტით და ასევე საქართველოში შემდგომ ქალბატონ ნიასთან. ქალბატონ ნინო. დიდი მადლობა ბატონო ამირან, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გაეროს შეფასებით კაცობრიობა დღეს გარემოს დაცვითი თვალსაზრისით სამმაგი გლობალური კრიზისის წინაშე დგას. ეს გლობალური კრიზისებია კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების შემცირება. ეს სამივე კრიზისი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ისინი როგორც ცალ-ცალკე ახდენენ გავლენას ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე, ისე ერთობლივად. ასევე მოკლედ გეტყვით, რომ ყოველწლიურად ჩვენს რეგიონში 1,5 მილიონი ადამიანი იღუპება გარემოს რისკებთან დაკავშირებული ფაქტორების გამო და ზოგადად გლობალური მასშტაბით 20% სიკვდილიანობის არის ყოველთვის დაკავშირებული გარემოს ფაქტორებთან. რა ხდება ჩვენთან ქვეყანაში? საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 12,500-მდე სიკვდილის შემთხვევა გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის ასოცირებული და 11,000-ზე მეტი არაგადამდები დაავადებებით სიკვდილობასთან. ეს გახლავთ საერთო მონაცემი მთლიანი ავადობის დაახლოებით 21% და სიკვდილობის 25% საქართველოსთვის სწორედ გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული. თქვენთან ასეთი კითხვა, თქვენ უკვე წლებია მოღვაწეობთ მთავარ გლობალური ჯანმრთელობის ორგანიზაციაში, ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის ბონის ოფისში და თუ გეტყვით მოკლედ დაახლოებით რა პროგრამები ხორციელდება დღეს ევროპაში ბონის ოფისის მიერ და პირადად თქვენ რომელ პროგრამებს აკოორდინირებთ? უშუალოდ ჩემი პროგრამა კოორდინაციას უწევს გარემოს და ჯანმრთელობის მთავრობათა შორის ევროპულ პროცესს, სწორედ იმ პროცესს, რომელიც ნიამ ახლა ახსენა. ეს არის პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ექსპერტები და ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები იქრიბებიან და ერთობლივად იმუშავებენ და ახორციელებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც დაიცავს მოსახლეობას გარემოს რისკებისაგან. როდესაც ესეთ გლობალურ მნიშვნელოვან პროგრამებზე ვსაუბრობთ, ხომ არ არის ეს საერთაშორისო პროგრამები გარემოს ზრუნვაზე, გარკვეულწილად არსებობის რისკის წინაშე ბოლო რამდენიმე თვის გადაწყვეტილებების ფონზე და კვალობაზე, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ზოგადად გარემოს დაცვითი საკითხებისადმი. ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ხომ არ ემუქრება აი ასეთ პროექტებს გადახედვა. ცხადია პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ გავლენა ნამდვილად მოახდინა არა მარტო ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის, არამედ გაეროს თითქმის ყველა სააგენტო საქმიანობაზე. ჩვენ ახლა ვართ გარკვეული ადამიანური რესურსების, ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაციის და ფინანსური რესურსების მობილიზაციის პროცესში. თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას წევრ სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან გულგრილობის ფონზე ჩვენ ერთგულ მეგობრებად და მხარდამჭერებად რჩებიან ევროპული ქვეყნები და განსაკუთრებით მინდა გამოვყო გერმანიის მთავრობა, რომელიც ძალიან სტაბილურად უჭერს მხარს გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის საკითხებს და ჩვენი ოფისი ფაქტიურად არსებობს გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით. საქართველოში ყველაზე მწვავე გარემოს დაცვითი პრობლემა რა გვხვდება? თქვენ აღნიშნეთ 12,000-ზე მეტი ადამიანი ხო წლიურად სიკვდილის შემთხვევა. რა არის პრიორიტეტი მათ შორის აი ამ პრობლემებისა? ეს წყალი იქნება ჰაერი თუ ასე შემდეგ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია საქართველოს პირობებში. დიახ.
პირველ რიგში ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილობა, ეს ეხება როგორც შენობის გარეთ, ასევე შენობის შიგნით და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, ამას ამწვავებს. ჰაერის დაბინძურება, რომელიც არის დაავადებათა ტვირთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ფაქტორი, ურბანულ დასახლებებში ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და განსაკუთრებით თბილისისთვის. როგორ შეიძლება ურბანული დაგეგმარება, ვთქვათ, აი ბრძანეთ თქვენ თბილისის მაგალითზე, რუსთავის მაგალითზე, გაგრილება, მწვანე ზონები, საცხოვრებელი მასალები შეამციროს ყველაფერმა ამან ქალაქებში სითბოს ზემოქმედების რისკები. რამდენად მნიშვნელოვანია მრავალ სექტორული თანამშრომლობა აქ სხვადასხვა სექტორს შორის, ჯანდაცვის, სატრანსპორტო სექტორს, ინდუსტრიის და ასე შემდეგ, სოფლის მეურნეობის. საქართველოს აქვს თბურტალღებთან ასოცირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მართვის გეგმა 2024-2030 წლებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის გაიდლაინს ეფუძნება და ითვალისწინებს იმ გამოცდილებას, რომლებიც აქვს განვითარებულ ქვეყნებს და ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად პროგრესული ნაბიჯები, ეგრეთ წოდებული best buys, ანუ საუკეთესო მათ შორის მიდგომები, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს გამოყენებული. ჩვენი გეგმა ამას ითვალისწინებს, მათ შორის შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირების, რაც ბატონმა ამირანმა ბრძანა, გამწვანების აბსოლუტურად სხვა პრინციპებზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც ასევე ამცირებს ეგრეთ წოდებული cooling space-ების, ანუ გაგრილების ზონების გამოყოფას, იმისთვის რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იყოს როგორც მწვანე, ასევე ლურჯი შესაბამისი ტერიტორიები, სადაც შეძლებენ გაგრილებას ასეთ პირობებში, იმ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონიშნა, სადაც ასეთ დროს შესაძლებელია, რომ ორგანიზმი დაცული იყოს გადახურებისაგან, ხელმისაწვდომობის გაზრდა სასმელ წყალზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მოწყვლადი პოპულაციისათვის სპეციალური ღონისძიებების გატარება, რომელიც მათ შორის სამედიცინო სერვისების მიწოდების, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციასაც გულისხმობს. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, ქალბატონო ნია, საინტერესო საუბრისთვის და მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. მადლობა. ნინო შარაშიძეს, ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის ცენტრის პროგრამების მენეჯერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უმასპინძლობდით გადაცემაში და ასევე ნია გიუაშვილი, გარემოსა და ჯანმრთელობის ექსპერტი იყო დღეს ჯანდაცვის სტანდარტში. ჯანმრთელობა ცხოვრებაში პირველი მოვალეობაა. ოსკარ უაილდი. ავერსის კლინიკა იყო პირველი სამედიცინო დაწესებულება ქვეყანაში, რომელმაც გამანაიფი დანერგა. გამანაიფი ესპრიტის ოფიციალური პრეზენტაცია 1 წლის წინ შედგა და დღეს ჯანდაცვის სტანდარტში გსურს შედეგები შევაჯამოთ, რისთვისაც ჩვენს გადაცემას დღეს სტუმრობს ლაშა ბაქრაძე, ავერსის კლინიკის ნეიროქირურგი. მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით. დაახლოებით 1 წელი გავიდა უკვე ჩვენი შეხვედრიდან და მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ დატვირთული წელი იყო. როგორც პირადად ჩემთვის, ასე ვთქვათ, გამანაიფის კუთხეზე, ზოგადად ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პუბლიკაციები, საკმაოდ ბევრი მიდგომები შეიცვალა ერთ წლის განმავლობაში. რამოდენიმე დღეა დავბრუნდი მხოლოდ ასე ვთქვათ, უცხოეთში იყო სტერეოტაქსი რადიოქირურგიის კონგრესი და აი მნიშვნელოვნად მაგალითად 2023 წელს თუ 100,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი მკურნალობდა მსოფლიოში გამანაიფით, წელს ეს ციფრი უკვე გასამაგებული 300,000-ზე მეტი ადამიანი მთელი ქვეყნის, მთელი სოფლის მასშტაბით მკურნალობს გამანაიფით. შედეგები როგორი არის ბატონო ლაშა და ჩვენ როდესაც საუბრობდით, თუნდაც 1 წლის წინ, ხო, როდესაც პრეზენტაციასაც მათ შორის BMG-ს გუნდიდან ვესწრებოდით, მთავარი უპირატესობა კიდევ ერთი იყო ის, რომ საქართველოს კუთხიდანაც საზღვარგარეთიდან იყვნენ პაციენტები, რომლებიც ავერსის კლინიკაში ამ არსებული აპარატით მკურნალობდნენ. კი ბატონო, ესე იგი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ჯერ დაახლოებით 300-მდე პაციენტი ჩაუტარდა მკურნალობა, რომელიც ნაწილი მაინც, დიდი ნაწილი მაინც იძულებული იქნებოდა უცხოეთში დასულიყო და ეს თანხების გაჩერდა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ეს რამოდენიმე მილიონ დოლარს აღემატება, რამოდენიმე მილიონ დოლარია და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ინვესტიციებით შემოდის, ასე ვთქვათ, უცხოეთიდან უკვე 20-მდე პაციენტი იყო პირველი წლისთვის, ეს ძალიან დიდი და კარგი მაჩვენებელია და ეს ციფრი, რა თქმა უნდა, ძალიან გაიზრდება, იმიტომ რომ არც ერთ მეზობელ ქვეყანაში ჯერჯერობით ეს ამის საშუალება რომ ჩაიტარონ გამანაიფი. აი მოკლედ როგორ შეაფასებდით პირველი წლის გამოცდილებას, იგივე თქვათ
სტატისტიკურად და რაც თავარია, რა ტიპის პაციენტები ძირითადად მოდიან თქვენთან და ამ მეთოდით ძირითადად რომელი დაავადებების დროს უპირატესად გამოიყენება თქვენთან დღეს გამანაიფი? დიდი მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი პაციენტები ეს არიან თავის ტვინის დაავადებებით, როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეებით. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომ ნეიროქირურგებთან უკვე საკმაოდ კარგი კომუნიკაცია და ყველა ადრე თუ უწევდათ საკმაოდ მაღალი რისკის ოპერაციების ჩატარება, ეხლა შესაძლებელია მხოლოდ ასე ვთქვათ ნაწილობრივი სიმსივნის ამოკვეთა, წინასწარ ინფორმირებული პაციენტი ამის შესახებ და მეორე ეტაპად თავაზობენ თქვათ ერთ თვეში, ორ თვეში გამანაების ჩატარება ყოველგვარი პაციენტის რისკის სიცოცხლის გაწევის გარეშე. ასევე რადიკალურად შეიცვალა თქვათ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების კუნალობა, მაგალითად გლიობლასტომები, როდესაც ადრე თქვათ სხივები, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და ამით ამოიწურა თქვათ კუნალობა, გამანაიფის საშუალებას აძლევს კიდე 1 ან 2 წლითაც გაუხამზრიოს სიცოცხლე ესეთ პაციენტებს. აღარ ვაფერს ვამბობ თავის ტვინის მეტასტაზებზე, რომელიც ადრე განაჩენი იყო, თქვათ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონიაში, ეს უკვე განაჩენი არის და გადავიდა დაავადებების რამში. ტრადიციულ ნეიროქირურგიულ მეთოდებს შორის რა სხვაობა აქვს და რა უპირატესობა აქვს გამანაიფს, როდესაც აი ესეთ შედეგებზე ვსაუბრობთ და უმტკივნეულო მათ შორის პროცედურებზე. ესე იგი, ტრადიციული ნეიროქირურგია და საერთოდ ქირურგია რა არის? ეს არის განაკვეთი, ეს არის ოპერაცია, ეს არის ჩარევა. ნებისმიერ მანიპულაციასაც კი, თქვათ, ინექციასაც კი აქვს თავის გართულების რაღაც პროცედურული მაჩვენებელი. შესაბამისად არის ქირურგიული ჩარევა. სტატისტიკურად თავის თვისზე ოპერაციების 0.5% ეს მხოლოდ ლეტალური გამოსავალია. მე აღარ ვიძახი სხვა გართულებებზე, რომელთა პროცედურული მაჩვენებლები დაახლოებით ზოგადად 27%-ს აღწევს. ეს არის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტატისტიკათან. ამას მნიშვნელობა. გამანაების შემთხვევაში თუ კი არის ნაჩვენები, გართულება ფაქტიურად არის 0-თან მიახლოებული. არანაირი სისხლის დანაკარგი, არანაირი განაკვეთი. დილით 9 საათზე მოსული პაციენტი 11 საათზე არის უკვე სახლში და მეორე დღიდან აგზელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას. ეს არის ყველაზე ძირითადი განმასხვავებელი, რაც შემიძლია გითხრათ. და დიდი უკაცრავ თავარი მომენტი კიდევ რომ გამანაიფი შესაძლებელია როგორც ბავშვებში, ასევე გვყავდა ორსული პაციენტი, რომელიც სხვა სხეული აპარატი წარმოუდგენელია ფეხმძიმესთან მიმართებაში რომ ჩატარდეს. მაგალითად ჩვენი ყველაზე საინტერესო кейსი მე გამოვყოფდი, ეს არის თქვა პაციენტი, რომელსაც თქვა თავის მოვიდა უკანაფოსოს მეტასტაზით. ერთ კვირაში, ანუ საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დეფიციტი იყო, თუმცა იმის გამო რომ სხვა პრობლემებიც ჰქონდა, სომატური ქირურგიული ოპერაცია გამორიცხული იყო, გამანაიფიდან დაახლოებით 2 კვირაში სრული რემისია მოხდა ნევროლოგიური სიმპტომატიკის. თვენახევარში საკონტროლო MRI-ზე საერთოდ ვიზუალიზირებული აღარ იქნა სიმსივნე, თუმცა გარკვეული დროის მერე დაახლოებით 3 თვიანი კონტროლის მერე ისევ დაიწყო დამძიმება და იქ სადაც გაკეთა გამანაიფი არ იყო, მაგრამ გაჩენილი იყო ახალი დაახლოებით 20-ზე მეტი მეტასტაზი. ისევ ჩატარდა გამანაიფი და დღეს დილით მაგალითად მომწერა პაციენტო, რომ გაცილებით უკეთესად არის უკვე დედა და ნუ ეხა ველოდები ერთ სულბოქს ოდის გადაიღებს MRI-ს რომ შევადარო ეს ის შედეგები, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. წარმატებები და მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დღეს ჯანდაცვის სტანდარტში ლაშა ბაქრაძე სავერსის კლინიკების ნეიროქირურგს მასპინძლობდით ჯანდაცვის სტანდარტში დღეს. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.